10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე და სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა კლდის უბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური ფსიქოლოგი დეკანოზი დავით ციცქიშვილი. დილამშვიდობის მამ დავით, დაგლოცით. მართლა დაგლოცით. მამ დავით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და საინტერესოა როგორ უყურებს ამ საკითხს ეკლესია ფსიქიკურ ჯანმრთელობა მხოლოდ როგორც თქვათ გონებრივი ემოციური მდგომარეობა თუ სულიერი წონასწორობა როგორ შეიძლება რაჭრილში განვიხილოთ ეს საკითხი მაგრამ ადრე პატრიარქს უყვარდა ხოლმე თქმა რომ მადლობდეთ უფალსო სავიბონებისთვისო ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რამდენად დავალებული ვიყავთ ღმერთისგან და არ ვაფასებთ იმას რაც გაგვაჩნია რამდენი შემთხვევა ვიცით გარშემო ინტელიგენტი კულტურული ადამიანია განათლებული და ემართა რაღაც დაავადება და მისი გონებისგან არაფერი არ დარჩა სამწუხარო ფაქტებია რა და როდესაც ეკლესიურად ცხოვრობ რაღაცა კუთხით მეტად ახარ დაცული რომ ეს ქართულები არ იყო შენ ცხოვრებაში თვითონ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობა ბევრ ასპექტს მოიცავს ეს არ არის მხოლოდ როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ რომ რაღაც ფსიქიკური აშლილობები არ აქვს ეს გულისხმობს ფიზიკურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას მე ესე ვიტყოდი და მასზე ბევრი რამ ახდენს ზეგავლენას თქვათ ბიოლოგიური ფაქტორია, გენეტიკური მაგალითად განწყობა ხო ზოგიერთი მიდრეკილია თუნდაც აი ფსიქიკური აშლილობის მიმართულებით თუ შეიძლება ასე ითქვას ნუ აი თუ ისეთ შეიძლება რაღაც პროცესები წავიდეს ისეთი რომ ამან ძალიან დაეზიანა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ცხოვრებისეული სტრესები იქნება შევიწროება ძალადობა ესეც რა თქმა უნდა მოქმედებს არა სოციალური სიღარიბე ის რომ აი ზოგჯერ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვს ადამიანს და ცხოვრების წესი რაც გულისხმობს რომ თუ ეხა ნარკოტიკს ეძალები ფიზიკური აქტივობა შენი შემცირებულია არასრულფასოვნად იკვებები არა ესე ზემოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს თავისთავად მამა დავით ხო ეს იქნება სასმელზე დამოკიდებული ნარკოდამოკიდებული თუ სხვადასხვა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი და კიდევ ბევრის ჩამთვლა არის ხომ შესაძლებელი თავისთავად და თქვენ როგორც ფსიქოლოგი მამა დავით არჩევას მისცემდით საზოგადოებას რომელსაც თქვათ მსგავსი ფსიქიკური აშლილობის მქონე ოჯახის წევრი შეიძლება ჰყავდეს რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს თანადგომა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება არასწორი დამოკიდებულება კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის, ხომ რომელიც ამ ყველაფერს განიცდის და რამდენად მნიშვნელოვანია გარდა ოჯახის წევრებისა, ასევე კომპლექსური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც სულიერი მოძღვრის, ასევე ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და ასე შემდეგ. ეხ ბოლოდან დავიწყებ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე პირადად როგორც ხდოს აი ბევრჯერ მადლობა მithქვას უფლისთვის რომ არსებობს ფსიქიატრია და ამ დარგის სპეციალისტები, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი მდგომარეობაა რომ მაგალითად იქ საუბარს აზრი არ აქვს, იქ ახსარება ათქმევინო აზრი არ აქვს, იქ უნდა მედიკამენტური მკურნალობა ჩატარდეს და მდგომარეობის სტაბილიზირება მოხდეს იქ. როდესაც აი ქრისტიანული მიმართულების ფსიქოლოგები არიან ცნობიერების, ისინი ძალიან ეხმარებიან მღვდელს და ასე რომ ჩემი აზრით მომავალი ეკუთვნის ესეთ კომპლექსურ მიდგომას. რაღაც ეტაპზე ზოგჯერ ფსიქიატრია წამყვანი, ზოგჯერ ფსიქოლოგი და რაღაც ეტაპზე უკვე მოძღვრის როლი არის შეუცვლელი. ასე რომ ეს კომპლექსური მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლობლებთან მიმართებითაც იცით ახლა ისე ცხოვრების სულ დავიწყებ რომ რა შეიძლება ურჩიო ის რომ თუ რაიმე ფსიქიკურ აშლილობას აქვს ადგილი ჯერ უპირველეს ყოვლისა კარგი ექიმი უნდა მონახო ახლა შეიძლება
15 ექიმი, მაგრამ იქიდან პროფესიონალი 1-2-ია. სამწუხაროდ სამყარო ესე არის მოწყობილი, მე ესე ვიტყოდი. კარგი ექიმი უნდა მონახოს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ის, რომ ეკლესიური ხაზიც გაძლიერდეს. ახლა პირველი ეტაპი ფსიქიკური აშლილობის, მკურნალობის რა იყო? მონასტერში მკურნალობდნენ ხოლმე იქ ლოცვით, ასე ვთქვათ, უდრტუმელი მოვლით, არა, უმსუბუქებდნენ მდგომარეობას. სამწუხაროდ აი ეს ეტაპი რაღაცნაირად გაფერხტავდა უკვე ჩვენ ცნობიერებაში. მე უფრო მეცნიერული ხაზი წამოვიდა და დაშორდა, ასე ვთქვათ, კაცობრიობა ღმერთს. არა და აი ხარო ჩამოვთვალე ფსიქიკური, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ფსიქიკურ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობას. იქ ერთი მხარე არ აღმინიშნავს, ბოლოსთვის მოვიტოვე ეს არის ის, რომ უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე არის ღმერთი და უპირველესი ფსიქოლოგიური მოწინააღმდეგე არის ღვთისაწინააღმდეგო ძალა. აი ძალიან ბევრი სპეციალისტი ფსიქიატრი იქნება ფსიქოლოგი ამის შესახებ წარმოადგენაც კი არა აქვს, წარმოიდგინეთ თქვენ. ხო და ეს განაპირობებს რაღაც დონეზე ისეთი პრიმიტიულ საფეხურზე ჩერდებიან. თუ მადლი არ შემოვიდა, თუ უფლის შემწეობა არ ჩაერთო, არც თუ იშვიათად ხშირად გარდათხა არ ხდება ხოლმე. აი ამას ცოტა აცნობიერებს. ესე ვიტყოდი. და ოჯახის წევრები ვახსენებ, მამან დავით და გარდა იმისა, რომ ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს განიცდის ხომ და ამით არის შეპყრობილი, ასე ვთქვათ, გარდა ამისა, ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ სულიერ თვალსაზრისით ჩართულები, რომ მათაც უფალი შეეწიოს და მოთმინება მისცეს, ვთქვათ, რომ იგივე შესთხოვონ, გამოითხოვონ უფლისგან, იმიტომ რომ პირველი და წამყვანი ალბათ ეს არის სწორედ ხომ, რომ მოთმინებით მოვახერხოთ ის, რომ რამენაირად არ დავაძაბუნოთ პირიქით და უარეს მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ. რა თქმა უნდა, მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება, როდესაც ოჯახის წევრი ესეთი პრობლემური არა, ესეც უფლის დაშვებით ხდება და ახლობლებისთვის დიდი ღვაწლია, რომ მდგომარეობა შეუმსუბუქონ და გვერდში უდგნენ. ეს ადვილი გადასატანი არ არის პირდაპირ უნდა ითქვას. ეხლა სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ საქმეზე რომ იდგება. რა თქმა უნდა. ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზეც რომ ვისაუბროთ, მამ დავით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ამ კუთხით ჩართვა უშუალოდ ქრისტიანული ფსიქოლოგის, ვინაიდან ვსაუბრობთ ჩვენ სულიერ მხარეზე. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფსიქოლოგიური კუთხით. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ჩვენ განცდას ატყვია არა მხოლოდ მიწიერი, არამედ ზეციური კვალიც. ეხლა რო ახსენე მე ღვთისაწინააღმდეგო ძალა ძალიან ხშირად ჩვენი ბნებების გახელების ფსიქოლოგიური პრობლემების უკან ზალა დგას. ცხოვრებისეულად მოდის, ეხლა პირდაპირ უნდა ითქვას, იქ რაღაც არის გენეტიკური ბედრეკილება იქნება თუ ძალადობის ხვეპლი და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ისე გაადრამატიზირებს, ისე გააბუქებს, რომ გაუსაძლის გახდის. მე ესე ვიტყოდი, აი ეს ძალა. და როდესაც აი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ადამიანი ბევრი ფსიქიკური პრობლემა რაღაცნაირად სუსტდება, ფერხტავდება, უფრო სტაბილური ხდება ადამიანის მდგომარეობა, ბოლომდე არ განიკურნოს, მაგრამ აშკარად პროგრესი არის. ასე რომ აი ქრისტიანული ფსიქოლოგიური კუთხით განხილვას ფსიქოლოგიური პრობლემების ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. და არა მხოლოდ განხილვას პრაქტიკულ დახმარებაშიაც ეს არის შეუცვლელი, მე ესე ვიტყოდი, უბრალოდ ბევრს არ აქვს წარმოდგენა ამის შესახებ და უნდა დაკონკრეტდეს კიდევ ყოველი, ასე ვთქვათ, პრობლემის შემთხვევაში რა კუთხით შეიძლება ქრისტიანულად ადამიანი, ასე ვთქვათ, წელში გაიმართოს. დიახ. ასევე სწავლებების შესახებ უნდა კითხოთ, მამა დავით, თქვენ როგორც მოძღვარს, როგორც ფსიქოლოგს, წმინდა მამათა გამონათქვამები როგორი არის, ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით წმინდა მამათა სწავლებანი, რომ მსგავსი მკურნებები თქვენ ძენთ, რომ მონასტერში იკურნებოდნენ, ხომ? როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ან ჩვენამდე როგორ მოვიდა ეს ცოდნა? ხო, აი
თვითონ ცხოვრებისეული გამოცდილება რაც გიჩვენებს რომ იქ ლოცვით, ახსარებით, მზიარებით არა ეს ფსიქიკური პრობლემები საკმარისად სუსტება მე ესე ვიტყოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ასნაირად გავიაზროთ, მაინც რატო დაუშვა უფალმა ეს ყველაფერი. მაგალითად იონე კრონშტადტელი დიდი წმინდა მამა აღნიშნავს რომ ზოგიერთი სულიო იმდენად მსხვერპლად არისო რომ ვერ გაუძლებს ამ ქვეყნიურზე წოლას წარმოიდგინეთ თქვენ ეს სოფელი ბოროცაზე დადგას და ბევრი რამ არის მიუღებელი ადამიანისთვის სისასტიკის უსამართლობის გამოვლინებები ასე ვთქვათ ბევრია და აი ზოგი პირდაპირ უნდა ითქვას ვერ ხურდავდება იმ კუთხით რომ გაიქეკოს დაწვრილმანდეს ასე ვთქვათ იქ ვერცხლის მოყვარეობა იქნება იქ პატივ მოყვარეობა და ასე შემდეგ გარბის ავადმყოფობისკენ წარმოიდგინეთ თქვენ ასე რომ უფალი თითქოს ფარდას ჩამოაშორებსო და იცავსო რაღაცეებისგან აი ამ ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში ესეთი ძალიან საინტერესო დეტალიც ხდება ასე ვთქვათ ეკლესიური კუთხით ისიც ხდება რომ მაგალითად ადამიანი გონება თავის და საზიანოდ გამოიყენებდა ბევრი ცოდვის მართლები წავიდო და ამიტომაც უფალმა დაუშვა ეს აშლილობა ასეა თუ ისეა აი უკვე როცა ქრისტიანულ განხილვასთან გვაქვს საქმე იქ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორები უკვე შემოდის რომლის შესახებაც კიდე ვიმეორებ ფსიქოლოგებს ფსიქიატრებს ხშირად არ აქვს წარმოქმნა ეს არის ძალიან დიდი სფერო და ისე გავიმეორებ რომ უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე არის ღმერთი და მოწინააღმდეგე ღვთისაწინააღმდეგო ძალა ასე რომ როდესაც აი ამ სფეროს იგნორებას უკეთებ კიდევ მეორე პრიმიტიული დონეზე რჩები ჩემი აზრით დიახ მამდავთ თქვენ გამოცდილებით რამდენად ალბათ რთულია თავისთავად მაგრამ რამდენად ახერხებენ ხოლმე ამ პრობლემის აღიარებას იმიტომ რომ ალბათ უმთავრესი არის რომ აღიარო და შემდგომ უკვე მოხდეს რეაბილიტაცია ასე ვთქვათ. ხო, ну, საერთოდ აი როდესაც ისეთი რთული რეგისტრის ფსიქიკური აშლილობები არის იქ კრიტიკა არ არის, ანუ არ აღიარებენ თავის ფსიქიკურ პრობლემას. განსხვავებით მაგალითად აი ნევროტული აშლილობებისგან, სადაც კრიტიკული დამოკიდებულება არის. და უკვე არაფერს არ ვამბობ აი ის ნარკომანიის სცენით არის შეპყრობილი იქ ხშირად გამოჯანმრთელება იწყება აღიარებით რომ ის ფსკერზია და აქამდე დიდი დროა ანუ გონიათ რომ გააკონტროლებენ საკუთარ თავს რომ ხან როცა შეუძლიათ დროს როცა უნდა შეწყვეტენ ასეთი წარმოგედგენა ეს თავის მოტყუებაა რა თქმა უნდა საერთოდ ამ პრობლემის ადამიანებთან უფრო სხვანაირად უნდა იმუშაო რა გასაგებია რომ ეს გრე ადვილად ვერ დაარწმუნებ ამაში მაგრამ წინ უნდა წამოვიდეს ეს თემა რომ შენ უკვე ხარ დამოკიდებული ну აი აღიარება საკუთარი პრობლემის ადამიანს საკმარისად უჭირს ხოლმე კიდევ მეორე და ბევრი შემთხვევა როდესაც ამ მართულებით ჩამორჩენას აქვს ადგილი დიახ, მამდავთ თუ არ აღიარებს ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის წევრი რომ საბოლოო ჯამში მივიდეს იგივე მოძღვართან, პროფესიონალთან, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან და ასე შემდეგ. როგორ უნდა გადადგან ეს ნაბიჯები, ისე რომ თქვათ ეს არ იყოს ძალიან სტრესული და პირიქით აგრესიის გამომწვევი. ეს სული საკითხია, როგორ უნდა მოექცეს ხშირად აი როდესაც ფსიქიკურ აშლილობებთან გვაქვს საქმე, იქ აშკარად სამკურნალო ადამიანი, მაგრამ უარს აცხადებს ეკიპთან მისვლაზე, ტაბლეტების მიღებაზე და პირდაპირ უნდა გითხრათ, როცა მოდიან ამ პრობლემით, აი ხშირად ვინც ვიჭყლეთ, რომ რა უნდა უთხრა, რა უნდა ურჩი, ხა ძალათი ხარ დააბავ და წაიღო. იგივე შეიძლება ითქვას ნარკოტიკის შემთხვევაში, თამაშის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ალბათ ლოცვა გრჩება მე, რომ ვილოცოთ შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის და ზოგჯერ აი რაც გითხარით ძალიან მნიშვნელოვანი მოთმინება არის ესეთი კიდე პრობლემა აქედან თანადამოკიდებულების, ანუ თქვათ ამ პრობლემის შემთხვევაში ამ კუთხით იმ დაზარალებულთან ასე ვთქვათ
კავშირში არიან, ცოლი იქნება, მეუღლე, შვილები და იმაზე ზემოქმედებს ეს პრობლემა წარმოიდგინეთ თქვენ და ეს არ არის კიდევ მეორე მარტივი რა მათთანაც ხშირად სამუშაოა ხოლმე და ზოგჯერ უბრალოდ უნდა მიუშვა რა მოთმინებით უნდა დაელოდო იმ ეტაპს როდესაც ადამიანი გონზე მოვა და გაუნაცდება ასე თქვა ცნობიერება და მიხვდება რომ ეს არის მისი დიდი პრობლემა ხანდახან მოთმინებით ველოდებით ლოცულობთ და მინდობილები ვართ უფალს ზოგჯერ ხა ჩვენი ცხოვრება რა არის ხშირად ვერაფერს ვერ ვცვლით იგი ოჯახის წევრებთან მიმართებით ესეც რაღაცნაირად გვამდაბლებს და გვაგზნობინებს საკუთარ უძლურებას თუ როგორ შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობები და თავისთავად უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე იმასაც თუ ადამიანის ნება არ იქნება, სწორედ თავისუფლება რაც მოგვანიჭა უფალმა ხომ, ჩვენ გულისკართან ყოველთვის დგას, მაგრამ ჩვენ ზიადამოკიდებული შემოუშვებთ თუ არა მას ჩვენში. კი, მართლა ვზანებთ, საერთოდ სამყაროს სჭვალავს ეს. ღმერთი იმას ეხმარება, ვინც ინდომებს და იბრძვის. აი ჩვენი ცხოვრება ამის ნათელი დადასტურებაა. ეს არის კანონი, რომელიც სულ წინ უნდა იყოს წამოწეული. შენ გასაკეთებელს შემოქმედიც არ გააკეთებს სამყაროს წარმოიდგინეთ თქვენ. იმდენად ლათად გვიჩვენებს ამ ყველაფერს ჩვენი პირადი ყოფა, რომ ეჩვაც ვერ შეიტანა მაშინ. თუმცა ჩვენ გარშემოყოფებსაც ოჯახის წევრები იქნებით თუ ახლობლები შეგვიძლია რომ ლოცვით შევეწიოთ ხომ ანუ სხვისთვის ლოცვასაც ხომ დიდი ძალა აქვს მამადავით. ზოგჯერ მარტო ლოცვა გრჩება. რაც თქვი იმდენად უძლურია ადამიანი და შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობანი რომ მივანდობთ უფალს და ვლოცულობთ და ველოდებით. მადლობთ მამადავით, უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ კლდის უბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური ფსიქოლოგი დეკანოზი დავით ციცქიშვილი.